თელ-ავივში 16 საათი იყო, 1 საათში კი შაბათი დგებოდა. ყველა სხვა ერის მსგავსად, ებრაელი ხალხის უფლება თავისი ბედი განაგოს თავის სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც სამშობლოს ჭიშკარს გააღებს ყოველი ებრაელისთვის და ებრაელ ხალხს აჩუქებს სრულფასოვანი ერის სტატუსს სხვა ერებს შორის. ჩვენი ბუნებრივი და ისტორიული ნიშნით მონიჭებული უფლებამოსილებითა და გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების თანახმად ვაცხადებთ ისრაელის მიწაზე ებრაული სახელმწიფოს, ისრაელის დაარსებას. გაეროში გაცხარებული დიპლომატიური დებატებისა და ახლო აღმოსავლეთში ომის წინა ეტაპზე ებრაელი ხალხის ბედი პრეზიდენტ ტრუმენის ხელში იყო. ამერიკის მხრიდან აღიარება დამოუკიდებლობის მოპოვების ერთადერთი იმედად რჩებოდა. 18 საათი და 11 წუთი ამერიკის დელეგაციის წევრი ჯასოპი ტრიბუნაზე ავიდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პალესტინაში გამოცხადდა ებრაული სახელმწიფო, რომლის დროებითი მთავრობა მის აღიარებას ითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების ცნობს ისრაელის სახელმწიფოს დროებით მთავრობას. დევნილობა დასრულდა, მაგრამ დილის 5 საათზე ეგვიპტელები უკვე ბომბავდნენ თელ-ავივს. ისრაელი რეალურად აღიქვამდა მოსალოდნელ საფრთხეს. დაბადების სიხარულიც და სიკვდილის შიშიც ისრაელმა ერთდროულად განიცადა.